დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ ჯავადოტოვანი დისბალანსის დროს ორგანიზმში მიმდინარე კომპენსაციური მექანიზმებზე და მკურნალობის გზებზე. დავიწყოთ კომპენსაციური მექანიზმებით, თუმცა სანამ ამაზე გადავალთ, დავიმახსოვროთ ის, რომ რესპირაციული დარღვევების დროს კომპენსაციურად მოქმედებს მეტაბოლური პროცესები, ხოლო მეტაბოლური დარღვევების დროს რესპირაციული პროცესები იღებს კომპენსაციურ როლს. დავიწყოთ რესპირაციული აციდოზით. რესპირაციული აციდოზის დროს ორგანიზმში ჰიპოვენტილაცია მიმდინარეობს, ანუ CO2 ჭარბად ვრჩება ორგანიზმში და ამის ფონზე ჩაირთვება თირკმელები. თირკმელების ჩართვა იწვევს HCO3-ის რეაბსორბციის გაზრდას, საპირისპიროდ წყალბადის იონების გამოთავისუფლება იზრდება, ანუ ექსტრაქცია იზრდება, რაც გვაძლევს საბოლოო ჯამში HCO3-ის კონცენტრაციის გაზრდას და pH-ის გაზრდასაც. შემდეგ იყოს მეტაბოლური აციდოზი. მეტაბოლური აციდოზის დროსაც pH-ი დაქვეითებულია. ოღონდ დაქვეითებულია იმის გამო, რომ თირკმელში მიმდინარეობს პროცესები ნორმალურად, HCO3 დიდი რაოდენობით ჭარბად გამოიყოფა, რაც საბოლოო ჯამში სწორედ pH-ს აქვეითებს. ეს ყველაფერი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, უშუალოდ სუნთქვის ცენტრზე. სუნთქვის ცენტრი სუნთქვის სიხშირეს, გაზრდის, რაც საბოლოო ჯამში CO2-ის ვენტილაციას რდის, ანუ CO2 დიდი რაოდენობით აიკარგება და pH-იც გაიზრდება. გადავიდეთ ალკალოზზე. რესპირაციული ალკალოზის დროს HCO pH-ი მაღალი გვაქვს, რაც გამოწვეულია ჰიპერვენტილაციით. ჰიპერვენტილაციის დროს CO2 დიდი რაოდენობით გამოიყოფა და ეს იწვევს სწორედ pH-ის გაზრდას. თირკმლის შემთხვევაში HCO3 უკვე მცირე რაოდენობით რეაბსორბირდება, საპირისპიროდ წყალბადის იონები დიდი რაოდენობით რეაბსორბირდება და ეს გამოიწვევს pH-ის რაოდენობის დაქვეითებას. ბოლოს მეტაბოლური ალკალოზი. თირკმელშია ფუნქცია დარღვეული, HCO3 ჭარბად გამოიყოფა და pH-ს უბრალოდ HCO3 ჭარბად რჩება, რაც საბოლოო ჯამში pH-ს ზრდის და ასეთ შემთხვევაში ისევ pH-ი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სუნთქვის ცენტრზე, სუნთქვა გაიშვიათდება, CO2 უკვე ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა და ნაკლები რაოდენობით რო გამოიყოფა, ამის გამო pH-იც დაქვეითდება. კომპენსაცია არსებობს ზოგადად სამი სახის: სრული კომპენსაცია, ნაწილობრივი კომპენსაცია და დეკომპენსაცია. სრული კომპენსაციის დროს, კომპენსაციური მექანიზმები საბოლოო ჯამში pH-ის ნორმალურ დონეზე აღდგენას უზრუნველყოფს. არასრული კომპენსაციის დროს pH-იც დარღვევა, არ არის ნორმაში, ისევე როგორც CO2-ის პარციალური წნევა და ასევე ბიკარბონატების რაოდენობა. და ბოლოს დეკომპენსაცია, როდესაც pH-ი არ არის ნორმაში, თუმცა CO2-ისა და ბიკარბონატის რაოდენობა ნორმაშია. ეს ლოგიკურად შეგვიძლია ახსნათ იმით, რომ ორგანიზმს აღარ აქვს იმის უნარი, რომ ეს CO2-ისა და ბიკარბონატის კონცენტრაცია აკონტროლოს და ამიტომ კომპენსაციაც ვერ ხორციელდება. მკურნალობას შეგვიძლია 4 ნაწილად დავყოთ, 4 ნაწილად თვითონ პათოლოგიების მიხედვით. რესპირაციული აციდოზის დროს ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის ადეკვატური ვენტილაცია, რომელსაც ახორციელებთ ენდოტრაქეული ინტუბაციით ან პოზიტიური წნევით არაინვაზიურ ვენტილაციას მიმართავთ. არაინვაზიურ ვენტილაციაზე უკვე პირველ ვიდეოში ვისაუბრეთ. ქრონიკული ჰიპერკაპნიის დროს ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ რაც შეიძლება ნელა დავაქვეითოთ, ესე რომ CO2-ის პარციალური წნევა, ვინაიდან სწრაფი დაქვეითება გამოიწვევს პოსტჰიპერკაპნიურ ჭარბ ალკალოზს, ამის მექანიზმი ის არის, რომ ზოგადად ქრონიკული ჰიპერკაპნიის დროს ორგანიზმში ასევე იზრდება ბიკარბონატების კონცენტრაცია და სწრაფად დაქვეითების დროს ის ბიკარბონატი რჩება და ეს გვაძლევს სწორედ ჭარბ ალკალოზს. ჭარბი ალკალოზი საბოლოო ჯამში pH-ის სწრაფ გაზრდას იწვევს, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და უშუალოდ სპინალურ სითხეზე მოქმედებს და ეს ჯერ კრუნჩხვებს, ხოლო ყველაზე ცუდ ვარიანტში ლეტალობას იწვევს. ნატრიჰ HCO3-ის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ვინაიდან ესეც პარადოქსულ აციდოზამდე მიგვიყვანს, CNS-ით გამოწვეულამდე, თუმცა შეგვიძლია გამოიყენოთ ბრონქული, ესე ვთქვათ, ბრონქოსპაზმის დროს ან რაიმე მსგავსი ტიპის დარღვევების დროს, ვინაიდან ნატრიჰ HCO3 ზრდის გლუვი კუნთის რეაქციულობას უშუალოდ ბეტა-ბლოკერების მიმართ. გადავიდეთ შემდეგ უკვე მეტაბოლურ აციდოზზე. მეტაბოლური აციდოზის მკურნალობის დროს პირველ რიგში გამოწვევ მიზეზზე მკურნალობთ და შემდეგ ვიყენებთ ნატრიჰ HCO3-ს. თირკმლის უკმარისობის დროს, ჰემოდიალიზს და დიალიზს გამოიყენებთ, ეს ლოგიკურია, რაც შეეხება ბიკარბონატის გამოყენებას. ბიკარბონატს ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მეტაბოლური აციდოზი გამოწვეული ან ბიკარბონატების ჭარბი რაოდენობით დაკარგვით, ან მეორე ვარიანტია, როდესაც არაორგანული მსჯავრების დაგროვება გვაქვს. ორგანული მსჯავრების დაგროვების დროს ბიკარბონატი არ მოქმედებს, არც ამცირებს ლეტალობის რისკს და საპირისპიროდ ზრდის რაიმე სხვა, ესე ვთქვათ, გვერდითი მოვლენის ან გართულების რისკს. ამიტომ ორგანული მსჯავრების დაგროვების დროს ბიკარბონატს არ ვიყენებთ. ალტერნატიულ მკურნალობას
ალტერნატიული მკურნალობა, ლაქტატით ან კეტომჟავებით მკურნალობა. თუმცა მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ ლაქტატი და კეტომჟავები საბოლოო ჯამში ეგზოგენურად გვიზრდის ბიკარბონატის რაოდენობას და ამან შეიძლება ჭარბი მეტაბოლური ალკალოზი მოქცეს, ანუ როდესაც ვკურნავთ ლაქტატით ან კეტომჟავებით, ყურადღებას ვაქცევთ ალკალოზის დონეს. რაც შეეხება ნატრიუმის ბიკარბონატს, ნატრიუმის ბიკარბონატს აქვს თავისი გართულებები, როგორც არის მოცულობითი გადატვირთვა, ეს არის ჰიპოკალემია, ეს შეიძლება იყოს, რესპირაციული აქტივობის ინჰიბირება, ჰიპერკაპნია, გარკვეული გართულებები აქვს და ზოგადად როგორ ვიყენებთ და როდის ვიყენებთ. არ ვიყენებთ უჯრედში და აციდოზის დროს, ვინაიდან ბიკარბონატს ზოგადად არ აქვს უნარი, რომ უჯრედული ბარიერი გადალახოს. და უჯრედულ ბარიერს როდესაც გადალახოს, ეს ბიკარბონატი საბოლოო ჯამში გარდაიქმნება CO-რად. CO შეუულია უკვე უჯრედული ბარიერის გადალახვა, ის წყალთან შევა რეაქციაში უკვე უჯრედს შიგნით. ეს გამოიწვევს H2CO3-ის წარმოქმნას და H2CO3 ვიცით, რომ გვაძლევს წყალბადის კათიონს და გვაძლევს HCO3-ს. და ეს წყალბადის კათიონი სწორედ pH-ის დაქვეითებას გამოიწვევს და ანუ შეიძლება უჯრედში და აციდოზი პირიქით გავართულოთ. ზოგადად როგორ გამოვიყენოთ? არსებობს ორეტაპიანი კალკულაცია. პირველი ეს არის კასირერ-ბლეიხის ეტაპი, კალკულაცია, რომელიც სასრული HCO3-ის გამოთვლას უნდა. ანუ რამდენი გვინდა რომ HCO3 იყოს მკურნალობის შემდეგ, სწორედ ამას ვიყენებთ. აქვს ორი ტიპი გამოთვლის, თუმცა შედარებით მარტივი არის, როდესაც 0,3-ს ვამბრავლებთ CO2-ის, ანუ პარციალური წნევის რაოდენობაზე. და მეორე ეტაპი უკვე საჭირო ნატრიუმის ბიკარბონატის გამოთვლა. ესეც მარტივია, უკვე გამოთვალეთ სასრული HCO3, სასრულ HCO3-ს გამოვაკლებთ სისხლში რეალურად არსებულ HCO3-ს, შემდეგ გავამბრავებთ ნომთელოთხსა და გავამბრავებთ სხეულის მასაზე. აქ შეგვიძლია პატარა მაგალითიც მოვიყვანოთ, როდესაც ყავს პაციენტი 70 კილოგრამი, მისი pH დაახლოებით 6.9, 6.91. როგორც გნებავთ, CO2-ის კონცენტრაცია პარციალური წნევა უბრალოდ CO2-ის იყოს 40, რეალური HCO3 იყოს 5 და გამოვთვალოთ. 0,3-ს გავამბრავებთ 40-ზე, მივიღებთ რომ 12 არის ჩვენი სასრული HCO3, შემდეგ 12-ს გამოვაკლებთ რეალურ HCO3-ს, რომელიც 5 ავიღეთ, ანუ 7-ია ამათი სხვაობა, 7-ს გავამბრავებთ 0,4-ს და გავამბრავებთ სხეულის მასზე, ანუ 70-ზე. მიღებული რაოდენობა კი, ანუ ის რაოდენობა, რაც უნდა გადავუსხათ, რათა აღვადგინოთ ჩვეულებრივ და ეს მეტაბოლური აციდოზი მოხსნათ. ალტერნატიული საშუალებები, როგორც ვთქვი, ლაქტატი, კეტომჟავები, ნატრიუმის აცეტატი, ტრომეტამინი, კარბი, რომელიც რეალურად ეს არის ბიკარბონატისა და კარბონატის CO3-ის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთში თანაფარდობა და ბოლოს დიქლოროაცეტატი. შემდეგი ის არის მეტაბოლური ალკალოზი. ამ დროსაც, როგორც მეტაბოლური აციდროზის დროს, პირველ რიგში გამომწვევი მიზეზზე უნდა უმკურნალოთ და ასევე შეგვიძლია ნატრიკლორის ინფუზია გამოვიყენოთ. ჰიპოოლემია გვექნება მეტაბოლური ალკალოზის დროს, ჰიპოკალემია შეიძლება გქონდეს, ამის კორექციას ვახდენთ და როდის ვიყენებთ ნატრიკლორს. ნატრიკლორს ვიყენებთ ხოლმე ქლორიდ გრძნობიარე მეტაბოლური ალკალოზის დროს, ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება? ქლორის ჭარბი რაოდენობით ექსტრეცია მოხდა, რამაც გამოიწვია ქლორის კონცენტრაციის დაქვეითება და ამან მოხდა საბოლოო ჯამში pH-ის გაზრდა. გადავუსხოთ ნატრიკლორს იქამდე, სანამ შარდში ქლორის კონცენტრაცია არ გადააჭარბებს 25 მოლ litrს. ამ pH-ის რაოდენობა არ დაუბრუნდება თავის ნორმას. ძიმე მეტაბოლური ალკალოზის დროს, როდესაც pH-ი 7.6-ზე მეტია, ვიყენებთ ჰემოდიალიზს ან დიალიზს. ხოლო მაშინ, როდესაც თერმული სოკმარისობა და დიალიზის საშუალება არ გვაქვს, შეგვიძლია უკვე H-ქლორის ნორმული ხსნარი გადავუსხათ. ოღონდ ამასაც თავისი წესი აქვს 0.2 მოლ ლიტრი კილოგრამზე დაახლოებით საათში. გადავიდეთ უკვე რესპირაციულ ალკალოზზე. რესპირაციული ალკალოზი ზოგადად სიცოცხლის საშუალება არ არის. ამიტომ pH-ის კორეგირებას ესე გარედან ჩარავით არ ვახდენთ ხოლმე რაღაც მედიკამენტებით. შეგვიძლია შექცევით ის უნდა გამოვიყენოთ, ეს გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც თუნდაც რა ქვია, ქაღალდის პარკის მეშვეობით, პაციენტი ჩაის უნთქოს ამოითვს უნთქავს ჰაერს, მაგრამ არ ვიყენებთ ისეთი CNS-ის დაავადების დროს, როდესაც ცერებროსპინალურ სითხეში pH-ის დაქვეითება შედარებით მარტივად ხდება, იმიტომ რომ ამის შეიძლება სხვა გართულებები გამოიწვიოს. ეს იყო ჩვენი მესამე ვიდეო. ეს იყო ჟაუტოტოვან გარემოზე და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.